სამგურალის მაისურით, პირველად მან სამგურალის მაისურით მოიგო ეს ტიტული, შემდეგ იგივე მარგვეთის მაისურით გააკეთა ზესტაფონს. ძალიან მნიშვნელოვანი იმ გოლით მოიგო საერთოდ იბერია მის შეხვედრა და დინამო ბათუმისთვის იყო ის პირველი მარცხი, ესეც აღსანიშნავია მიმდინარე სეზონში და იყო მე-13 ტური თუ არ ვცდები. და მაშინ ჯინჯოლავას შოწრეში და მე-13 წლის სტარტიდან თავიდან ფოთელები დაამარცხეს, თანაც კაცნაკლებმა, ვისაც ახსოვს ეს შეხვედრა, განსაკუთრებით ალბათ წყალტუბოელ გულშემატკივრებს, მოიგეს ის შეხვედრა 2-0 და ამას მოყვა 2 ფრე და 4 წაკ. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც ჩემს მიერ ნახსენები ირაკლი ჯანჯღავა არ არის, განწოვებდა ალიჟონი და ჟან კარლოსი არიან, ასევე ნახევარდაცვაში ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაზე იქნებიან ორიენტირებული და გასაგებია ფანცვლაი აქ ცოტა არე 2000-იანი წლების დასაწყისში ზედიზედ 3 ჯერ და ამის შემდეგ იყო ზესტაფონი ზედიზედ 2 ჯერ და დინამოს ცოტა გარისკა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად გააკეთა გამოცდილმა მეკარემ, ასეთ შემთხვევაში რისკი არსებობს, რადგანაც იქ წამიერი მოდუნება ან კონცენტრაციის დაკარგვა ქულები გამარჯვება დღევანდელ შეხვედრაში. ძალიან სახიფათო იყო სამგურალის და ალბათ მეორე ტაიმშიც ანალოგიური სცენარი გვექნება. ამასობაში თბილისელი ფეხბურთელები არიან შეტევაზე, ზოური, გადაცემა მამაგეიშვილი, მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში, პასი ცოტა ძლიერი ყოფილიყო, თუმცა შეინარჩუნეს ბურთი და გავიდა გოლი დღევანდელ შეხვედრაში და ეს ზაგანია გახლავთ, რომლებიც ჩვენ ვნახავთ, ჯერჯერობით კი გოლი ითვლება. აი ამ პასის შემდეგ არ არის ჯარიმა, ყოველ შემთხვევაში პირველი გამეორები ჯარიმას არ გავს. ხო, ეს იყო უბრალოდ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო ამ შემთხვევაში. ზაგანიამ ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. თუმცა ამ გამეორებიდან ცოტა შეიძლება ამაშიც ეჭვი შეგვეპაროს, იქ ხელით რამდენად იშორებს ფეხბურთელი. ამას საჯები გადაწყვეტენ, ამას საჯები განიხილავენ და ამის შემდეგ გვექნება ვერდიქტი. ჯერჯერობით კი ლიგაში თამაშის და ორივე შეუძლია თამაშის დაალაგება, ესე მარტივად რო ვთქვათ, აქ სახიფათო იერიში დარტყმა და ყალიჩავა თამაშობს ძალიან დიდხანს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც სამგურალი ვერ უტევს ისე აქტიურად, როგორც ეს საჭიროა ანგარიშის გასათანაბრებლად. აქ სახიფათო იერიში შეიძლება მაინც გამოვიდეს, დარტყმა და კიდე არა როგორც ჩანს. მაგრამ აი აქ ნახეთ, აქ შეიძლება თამაშგარეც ყოფილიყო.